მოგესალმებით ძვირფასო მერწყულებო, ეს არის ტარო პროგნოზი 2025 წლისათვის. ნახოთ როგორ იქნება თქვენთვის ფინანსურად 2025 წელი, რა გელოდებათ სასიყვარულო კუთხით, ზოგადი ფონი და ტაროს რჩევა, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. როგორც ძალიან ძლიერი ადამიანი ბრძანდებით, რომელიც გაძლიერდა საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად, რომელიც ფინანსურადაც ძლიერია, თქვენ ფინანსურად საკმაოდ ძლიერი ადამიანი უნდა ბრძანდებოდეთ, მაგრამ ეს როგორც უკვე გითხარით, ეს სიძლიერე თქვენ თავად შექმნით, თქვენ იპოვეთ თქვენში ძალა, თქვენი შრომის მოყვარებით და საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად თქვენ ფინანსურად გაძლიერდით. ესეთი ადამიანი ბრძანდებით, ვინც ახლა გაშლას უყურებთ და 2025 წელს ეს სიძლიერე ძალიან გამოგადგებათ და კიდევ უფრო გაძლიერდებით. თქვენ აი ამ უნარის და თვისების მეშვეობით კიდე გექნებათ პატარ-პატარა გამარჯვებები, ფინანსური გამარჯვებები, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გექნებათ გარკვეული გამოწვევები, ფინანსური გამოწვევები, კარგი იქნება თუ თქვენი საკუთარი თავის რწმენას არ დაკარგავთ, ასევე არ დაკარგავთ საყვარესო რწმენას, იპოვით იმ ძალას, რომელიც თქვენში ნამდვილად არსებობს, რომელიც ნამდვილად გაქვთ ეს სიძლიერე, უნდა იპოვოთ ისევ თქვენ თავში ეს სიძლიერე, უნდა შემოუძახოთ თქვენს თავს და კარგად უნდა მიმოიხედოთ, კარგად უნდა შეაფასოთ თქვენს გარშემო არსებული რესურსები, შესაძლებლობები და ნამდვილად დაინახავთ, რომ თქვენს გარშემო უზარმაზარი რესურსები არსებობს. მთავარია იწამოთ ამის, იწამოთ რაღაც უზენაესი ძალის, იწამოთ სამყაროსი, იწამოთ ღმერთის არსებობის და იწამოთ საკუთარი ძალების და საკუთარი თავის. აი ესეთი წელი გექნებათ ფინანსურად, ხოლო რაც შეეხება პირად ცხოვრებას, როგორც ჩანს, თქვენ აქაც ძალიან დიდ ძალისხმევას და შრომას ხდებთ. ის მერწყულები, რომლებიც ახლა ამ გაშლას უყურებთ, თქვენ საკმაოდ შრომის მოყვარე ძლიერი ადამიანი ბრძანდებით, რომელსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობები აქვს თავის თავზე აღებული, როგორც ფინანსურად, ასევე პირადი ცხოვრების კუთხით და ტაროს რჩევა იქნება, რომ კარგად დაფიქრდით, რამდენად საჭიროა ის ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ თუნდაც პირადი ცხოვრებისათვის. ზედმეტ ხომ არ იღებთ თქვენ თავზე, ზედმეტ პასუხისმგებლობას ხო არ აკისრებთ საკუთარ თავს და ეს ამან არ მიგიყვანოთ ერთგვარ ჯიხამდე. ეს რასაკვირველია, პირობითი ნათქვამია, ეს შეიძლება იყოს თქვენი ფიქრები, თქვენი აზრები, შესაძლებელია მენტალურად და ემოციურად თქვენ რაღაცა ნეგატიური ფიქრები დაღივსოთ, ნეგატიური შიშებით შეიპყროთ საკუთარი თავი, იქიდან გამომდინარე, რომ ზედმეტ პასუხისმგებლობას იღებდეთ თქვენს პირად ცხოვრებაში და ეს გაზვიადებული ნათქვამია და გაზვიადებული იქნება ეს თქვენი ფიქრებიც და კარგი იქნება თუ თქვენ მოიშორებთ ზედმეტ ვალდებულებებს და პასუხისმგებლობებს თქვენ პირად ცხოვრებაში, რაც გაქვთ აღებული, გადაერთვებით საქმეზე და შესაძლებელია თქვენ რაცა ახალ ურთიერთობაშიც კი აღმოჩნდეთ, შესაძლებელია ორ ურთიერთობაში აღმოჩნდეთ ერთდროულად. აქ რა ვიცი, რა უნდა გითხრათ, თქვენი საქმისა თქვენიცით, უბრალოდ ამან ისევ ზედმეტი შიშები არ მოგიტანოთ, ზედმეტი პასუხისმგებლობა არ მოგიტანოთ, აი ამაზე დაფიქრდით, რამდენად სიკეთის მომტანი იქნება ეს ორმაგი ორი ურთიერთობა და ორმაგი პირადი ცხოვრება, ასე ვთქვათ, მაგრამ რასაკვირველია, ეს თქვენთვის არ რეზონირდება, ეს უბრალოდ შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ თქვენ აი შიშებით და ფიქრებით შეწუხებული, ასე ვთქვათ, გამოსავალი პოვოთ უბრალოდ საქმეში და ისევ ფინანსურად, ფინანსებზე გადაერთოთ, მატერიალურზე გადაერთოთ და აი აქ იპოვოთ გამოსავალი და ამ კუთხით დატვირთოთ თავი. როგორც უკვე გითხარით, თქვენთვის არ იქნება, ასე ვთქვათ, მარტივი წელი, თუმცა ძალიან ძლიერი ადამიანი ბრძანდებით, თქვენი წელი სავსე იქნება ემოციებით, გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში და შეიძლება არსებობს კიდეც უკვე ადამიანი, რომელიც იქნება თქვენთვის
ძალიან ემოციური, რომანტიკოსი, მზრუნველი, ემოციურად გვერდში დაგიდგებათ ადამიანი, მაგრამ თქვენი თავის როლი აი მთელი წლის მანძილზე თქვენთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი იქნება საკუთარი მნიშვნელობის კიდევ ერთხელ დანახვა, გააზრება, საკუთარი ძალების რწმენა და მერწმუნეთ ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენ ნამდვილად ძლიერი ადამიანი ბრძანდებით და ყველა უნარი გაქვთ, ყველა რესურსი გაქვთ იმისა, რომ თქვენი თავი, თქვენი ცხოვრება ისეთად აქციოთ, როგორც თქვენ თავად გსურთ და თქვენ თავად იყოთ თქვენი ცხოვრების შემოქმედი და განგები. უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ აი ეს იწამოთ, ეს დაიჯეროთ, ჩაიხედოთ საკუთარ თავში, ჩაიხედოთ საკუთარ სულში. რაღაც პერიოდი ამას შეიძლება დაგეხმაროთ განრიდება, მედიტაცია, უბრალოდ ჩაფიქრება და ჩაღრმავება საკუთარ თავში, რომ იპოვოთ ის მუხტი, რაც თქვენში არის, იპოვოთ ის ნაპერწკალი, იპოვოთ ის ცეცხლი, რომელიც თქვენ სულში და გულში ანთია და მიყვეთ აი ამ სინათლეს, რომელსაც საკუთარ თავში იპოვით და ასეთ შემთხვევაში მე უფრო გამარტივდება თქვენი ცხოვრების გზა, იმიტომ რომ თქვენ ნამდვილად ყველა რესურსი გაქვთ, თქვენ როგორც გითხარით ძლიერი ადამიანი ბრძანდებით და გისურვებთ, რომ იწამოთ ამის და იპოვოთ ეს ძალები, რომელიც ნამდვილად უხვად გაქვთ. დიდი მადლობა. ესეთი იყო მერწყულებისთვის 25 წლის ტარო პროგნოზი. დროებით გამშვიდობებით.